როგორი იქნება ჩვენი ზაფხული, იქნება ისეთივე, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ევროპაში, წამოვეს ცხელი ჰაერის მასები ჩვენსკენ, თუ დაგვინდობს მაინც და ამისათვის ჩვენი მოსახლეობის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის ბუნებრივია ჩვენ ვთხოვეთ სინოპტიკოს თამარ პაპაშვილს, რომ ყოფილიყო დღეს ჩვენი დილის ეთერის სტუმარი და მივესალმები მას დილამშვიდობისა. Ალბათ თამარ, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწევთ ჩვენთან ერთად ხართ. აი რა ხდება? დაგვწება ძალიან, არის მოსალოდნელი, ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ყველას აწუხებს. მოსალოდნელია რომ ეს სიცხეები ევროპიდან ჩვენსკენ წამოვიდეს? ასეთი მასშტაბით, ასეთი დიახ, მოგესალმებით კიდევ ასეთი მასშტაბით სიცხე არ წამოვა ჩვენსკენ, განსაკუთრებით აი ახლა მოახლოეს დღეებში ევროპისთვის უკვე ვთქვით, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, ბევრი ხომ მაღალი წლების არე დამყარდა ძალიან ვრცელ ტერიტორიაზე, აფრიკის ჩრდილოეთიდან წამოვიდა ცხელი და მშრალი ჰაერის მასები, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ეს ანტიციკლონური მდგომარეობა და ესეთი ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა ივნისისთვის და ივლისისთვის დასაწყისისთვის. რაც შეეხება საქართველოს აქ პირიქით დაბალი წნევის არის გავლენის ქვეშ ვიყავით, წვიმ და დაბალი ტემპერატურები დაფიქსირდა, ანუ ნორმაზე დაბალი ტემპერატურები. ეხლა უკვე ასე თუ ისე დასტაბილურდა მდგომარეობა, ევროპაში ცელოდებიან წვიმებს, ცელოდებიან ჰაერის ტემპერატურის კლებას, აი პორტუგალია არის გამონაკლისი მხოლოდ და ეს სითბო სიცხე გადმოინაცვლეს აღმოსავლეთით, თუმცა ისევ და ისევ გაგვიმართლა საქართველოში ასეთი მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელი არ არის დაახლოებით 1 კვირის მანძილზე ჩვენ გვექნება ნორმასთან ახლოს და ოდნავ მაღალი ტემპერატურა 36-38 გრადუსის ფარგლებში კვირის მანძილზე როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში და შემდეგ უკვე აი 14-დან კვლავ ველოდებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას. ნალექიც ძირითადად აღარ იქნება ბარში და დაბლობში, მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმები აი მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ბალდონ თამარ, აიცით მართლაც მაინც შევა მეჩვენება თქვენ ხო თქვენ სპეციალისტი ხართ და ბუნებრივია უფრო მეტად აკვირდებით ამას. მაინც ესეთი დაბალი ტემპერატურა ხო თქვენ თქვით რომ მაინც არ იქნება ივლისი ძალიან ცხელი და პირიქით. აი საერთოდ საქართველოში და დედაქალაქშიც უფრო ცხელი იყო ხოლმე რაღაცნაირად ეს ივლისის თვე მახსოვს რომ ისეთი და აგვისტო შემდგომ, მაგრამ უფრო ივლისიც და აი ეს მაინც გამოწვეული არის აი იმ ცვლილებებით რაც არის დაკავშირებული კლიმატთან თუ ეს უფრო მეტად თქვათ ჰაერის დაბინძურებით და სხვა ტიპის აი ადამიანის ჩარევის შედეგად ხდება ეს ყველაფერი თქვათ ურბანისტული ქალაქების გაზრდით რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად ახდენს გავლენას, მაგრამ პირველ რიგში რა თქმა უნდა, აი ის ფაქტორები, რასაც გულისხმობს ზოგადად კლიმატის ცვლილება, ხო? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კლიმატი არის ეს ყოველდღიურ ამინდის ტიპი, ხო, რომელიც დამახასიათებელია რაღაცა გარკვეულწილად წლიდან წლამდე მეორდება რაღაც გარკვეულ ადგილზე. აი ეს იცვლება, გადანაცვლება ხდება, რაღაცა ცვლილებები ხდება სეზონებში, თვეებში. აი ვთქვათ, სიტყვაზე თუ ევროპისთვის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, ნახეთ რომ ივნისში ან ცოტა ქვევით გადმოინაცვლა. ჩვენთან საქართველოში შესაძლოა პირიქით აგვისტოსკენ გადაინაცვლოს და უფრო გვიან მივიღოთ ჩვენ ეს მაღალი ექსტრემალური ტემპერატურები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყველაფერი კავშირში არის კლიმატის ცვლილებასთან, დიახ. და მაინც მეც რა მაინტერესებს რომ ახლა ჩემმა მეგობრებმა ამერიკის რაიონებიდან და ღუმელებიც კი ქონდათ ჩართული აი ესეთი სიგრილე იყო ახლა დედაქალაქში არა მაგრამ აი მთიან რაიონებში მაგალითად იყო მეც კი ნაღამ ჩავრთე გამათბობელი საკმაოდ სიგრილე ქონდა ამ შემთხვევაში ეს ჩვენთან მაგრამ მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდია და ყველა უკვე აპირებს სადღაც წასვლას დასასვენებლად ქთაში ზღვაზე თუნდაც საზღვარგარეთ რა შეიძლება პროგნოზი რა ვუთხრათ მათ გავაყოლოთ თან რომ როგორი არის ზღვაზე დასვენების დროს ბევრი წვიმა ექნებათ მათ ბათუმისა და თქვათ შავი ზღვის სანაპიროებზე თუ შეიძლება კარგი ამინდები გქონდეთ ანუ როგორ დაგეგმონ აი თუ არის შესაძლებელი გრძელვადიანი პროგნოზი რო გქონდეს მაგალითად ამასთან და უცხოეთში თქვათ ევროპაში რიც გემგზავრება იმან რა უნდა წაიღოს თან ბევრი ქუდი და ბევრი წყალი
ხო, აი ერთ-ერთი მომენტი სწორედ ეს არის, ეს კლიმატის ცვლილებაზე, ამასაც გულისხმობს პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თუმცა ეხლა დღევანდელ დღეს ჩვენ რაც ინფორმაცია გვაქვს, შესაძლებელია ვთქვათ, რომ ივლისის და აგვისტოს თვეები საქართველოსთვის ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება ტემპერატურა და ნალექი ნორმაზე ნაკლები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ჩვენ უმეტესად უნალექო ამინდი გვექნება, ხო? აი როგორც უკვე აღნიშნე, ზღვაზე წასვლის ძალიან კარგი დროა, ეხლა შესაძლებელია მაღალი ტემპერატურაც იქნება, ნალექიც არ იქნება. ნუ რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან ზონას, იქ დრო გამოშვებით იწვევს გამისა და საღამოს. როგორც მივხვდით, წინა პერიოდთან შედარებით, ახლა უკვე მომდევნო შემდგომი პერიოდი დასტაბილურდება და უნალექოდ ჩაივლის. და ერთი კითხვა, რომელიც სულ მინდა დამესვა სინოპტიკოსებისთვის და შეიძლება რაღაცა აი ესეთი დილეტანტური კითხვა. ადრე მეჩვენებოდა, რომ ოდესაც აკეთებოდა გრძელვადიანი პროგნოზი, მათ შორის საერთაშორისო პროგნოზებიც და ადგილობრივიც ამართლებდა, იცით და დღეს აი ჩავხედავ ინტერნეტს წერია და არ წვიმს. გამოვაცხადებთ ჩვენ რომ იქნება ნალექი და არ არის ნალექი. ეს მეჩვენება თუ გაჭირდა ზუსტი პროგნოზის გაკეთება ხოლმე, აი გრძელვადიანის, მოკლევადიანის კი ხანდახან არ ამართლებს ხოლმე. რაშია საქმე, ქალთონთავ? თქვენ გეცოდინებათ ყველაზე კარგად. პირველ რიგში დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ყველაზე უმთავრესი რაც არის, ეს არის ის, რომ ძალიან რთული გეოგრაფიული რეგიონია. საქართველო არის ურთულესი საპროგნოზო რეგიონი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემიძლია ასე ვთქვა, იმიტომ რომ აი ეს მთები, ზღვა, მაღალი მთები ჩრდილოეთით, მაღალი მთები უფრო დაბალი, მაგრამ მაინც სამხრეთით, აი ეს მრავალფეროვანი რელიეფი თავისთავად ქმნის ძალიან რთულ სინოპტიკურ სიტუაციას. ამიტომ გრძელვადიანი პროგნოზი საქართველოსთვის მართლა ძალიან რთულია. თუმცა ეხლა ჩვენ უკვე ვართ მსოფლიოს საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის წევრები. მეტად ბევრი წვდომა გვაქვს ძალიან ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, სერიოზულ პროდუქტთან და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში ბევრად უფრო მიუახლოვდებით ეს მაღალ გამართლიანობას აი ამ კუთხით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის და რასთავარია იმედისთვის, რომ ზღვაზე შეგვიძლია წავიდეთ ისე რომ არ წავიღოთ თან მაინც და მაინც კოლგები. ძალიან დიდი მადლობა, ბედნიერ დღეს გისურვებთ და კარგ ამინდს გისურვებთ. კარგით. მოკეთ ვიმედოვნოთ ამ შემთხვევაში უნდა ვიმედოვნოთ, რომ გამართლდება ჩვენი პროგნოზი, რომ მომდევნო პერიოდი გვექნება უნალექო, თბილი, მზიანი და უკვე დაიწყო ჩვენი ზაფხული მოკლედ რომ. იმედია.